საქართველოს თურქმენეთის ბიზნეს ფორუმი გაიხსნა თბილისში. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სერდარ ბერდი მუჰამედოვმა. მათ ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მთავარი აქცენტებით ახლა ანა ბროლაძე გვერდება მოამბის პირდაპირ ეთერში, მისგან მოვისმენთ უფრო დეტალურად რაზე ისაუბრეს პირველმა პირებმა და ფორუმის დეტალებსაც გაგვაცნობს. ანა, გისმენთ. ბუნებრივია მთავარი გზავნილი დღევანდელ ბიზნეს ფორუმზე იყო ის, რომ ორ ქვეყანას აქვს პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განავითაროს სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ვაჭრობას ორ ქვეყანას შორის, უბრალოდ ვაჭრობას სხვადასხვა პროდუქციისას, არამედ აქტიურია ძალიან თანამშრომლობა დაკავშირებადობის გასაძლიერებლად და არსებობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ განვითარდეს ამ მიმართულებით ორი ქვეყნის ურთიერთობა. დღეს მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში, როდესაც საუბრობდა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე და იმ პოზიციონირებაზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აქვს ჩვენს ქვეყანას, მან ახსენა ამ შემთხვევაში შეთავაზება და გარკვეულწილად წინადადება, რომ როდესაც ქვეყანამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს სახელმწიფოს კუთვნილებაში, თუმცა ყველა ჩართულ და დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ ინვესტიციები განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს ამ მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში. ამ კონტექსტში მან თქვა, რომ აქვს თურქმენეთს შესაძლებლობა და ინტერესი, რომ ჩაერთოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების პროცესში. ბუნებრივია, შექმნილ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე ჰქონდათ აქცენტი დღეს ლიდერებს და საუბრობდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ახალ მოცემულობაში, როდესაც შეიცვალა საერთაშორისო დღის წესრიგი, ახალი მარშრუტების და ახალი გზების ძიება დაიწყეს განვითარებულმა სახელმწიფოებმა. სწორედ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია საქართველოს და ცენტრალური აზიის ამ ქვეყნის ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ მდიდარია საკუთარი რესურსებით. დარწმუნებული ვარ, ღონისება ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებას და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას. დღეს საქართველო და თურქმენეთის სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და მან $100 მილიონ გადააჭარბა. დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია. ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია. მიუხედავად არსებული პროგრესისა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს იმ დიდ პოტენციალს, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს აქვთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო გაუფართოვოთ თანამშრომლობა, ხელი შეუწყოთ ახალი ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებას და სრულად ავითვისოთ ჩვენი პარტნიორობის შესაძლებლობები. საქართველოს და თურქმენეთი ერთმანეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორები არ არიან. ჩვენი ქვეყნები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ხიდებს ევროპასა და აზიას შორის და იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი ევროპულ ბაზრებს, აზიის ქვეყნებსა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებს შორის, ხოლო თურქმენეთი, როგორც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და მზარდი საექსპორტო შესაძლებლობებით. სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას. ეს არის მარშრუტი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს გლობალურ მნიშვნელობას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაადგილებისთვის. საქართველოს განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ვესალმები თურქმენეთის ინტერესს საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული პორტები, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის ბაზაზე დაგეგმილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თურქმენული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება რეგიონულ ბაზრებზე გასასვლელად. ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ ბიზნეს საზოგადოებას მივმართო, როგორც თურქმენეთიდან, ასევე საქართველოსთან, რათა არსებული მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო გავმართოთ და გავაძლიეროთ. ეს მზარდი ტენდენცია, რაც ფიქსირდება ჩვენს ქვეყნებს, აძლევს შესაძლებლობას, რომ $260 მილიარდი აითვისონ.
ხედავთ, რომ არსებული პოტენციალის ათვისება მზარდად ხდება. არსებული მაჩვენებლები თანამშრომლობას ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, დღეს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება მოხდება, რათა საერთაშორისო გლობალური განვითარებას სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ბიზნესმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის გაძლიერებაში, ლოჯისტიკური და საერთაშორისო მოწოდების ჯაჭვის განვითარების მიმართულებით. ჩვენი აქცენტი მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა არ უნდა იყოს, არამედ აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული კერძო სექტორი, ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და სხვა მიმართულებებით. დღეს საუბარი გვაქვს საქართველოში თურქმენული ტერმინალის არსებობაზე, რათა ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდნენ და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს. სოფლის მეურნეობის პროდუქციისა თუ ტექსტილის ექსპორტ-იმპორტიდან დაწყებული დასრულებული ბუნებრივი რესურსების გადაზიდვებით ძალიან მრავალმხრივია სფეროები, რომელშიც თანამშრომლობენ საქართველო და თურქმენეთი. ბუნებრივია, მათ დღეს ითქვა, რომ ამ თანამშრომლობის დიდი ნაწილი გადის სწორედ ბიზნესზე, რომლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ დღევანდელ გახსნით ღონისძიებას, ფორუმს, სადაც მონაწილეობდა ბუნებრივია თურქმენეთიდან ჩამოსული სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ბიზნეს სექტორი და დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ სწორედ ბიზნესმა უნდა გადათარგმნოს ის პოლიტიკური ურთიერთობები ეკონომიკაში, რაც არსებობს ამ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის. თურქმენეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენ თურქმენეთთან სხვადასხვა მიმართულებით გვაკავშირებს ეკონომიკური კავშირები, მათ შორის აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მზარდია საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ბრუნვა და სავაჭრო მაჩვენებლები, ასევე მზარდია ტურისტული ვიზიტები თურქმენეთიდან. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ქმნის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს აღნიშნული კავშირები და დღევანდელი ფორუმიც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ ბიზნესთან კავშირები გაძლიერდეს და უფრო მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორ ქვეყანას შორის. 100-ზე მეტი კომპანია არის ჩამოსული და საქართველოს მხრიდან 150-მდე ქართულ კომპანიას ვახვედრებთ. თურქმენეთის ბაზარი ზოგადად ძალიან საინტერესოა ქართული ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ეს არის ახალი მიმართულება, აუთვისებელი ბაზარი და ჩვენთვის აღნიშნულოვანია მხარი დაუჭიროთ. საკმაოდ მრავალფეროვანი სექტორი ჩამოვიდა, მათ შორის სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, ლოგისტიკა. ბიზნეს სექტორისთვის სიტყვით მიმართვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა უკვე გადაინაცვლეს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, სადაც დაათვალიერეს თურქმენეთიდან წარმოდგენილი ის პროდუქცია, რომელთან დაკავშირებითაც მათ შორის ბიზნეს წრეებს შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია. დღევანდელი პოლიტიკური შეხვედრებით დასრულებულია საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციით, უკვე ხვალ ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს ქვეყანაში ჩამოსულს სტუმარს და მოვისმენთ ერთობლივ განცხადებებს, რომელიც პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების დასრულების შემდეგ მედიისთვის გაკეთდება. მადლობა ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში.